გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თინა ხიდაშვილმა დიდი სიხარულით გვახარა, რომ საქართველოს ნატოს სამიტზე ანკარაში არ იქნებაო. დიახ, სომხეთი და აზერბაიჯანი დაპატიჟეს, საქართველოს კი არაო. მე კი ჩემთვის გავიფიქრე, რა კარია, რომ საქართველოს არ დაპატიჟეს. დიახ, გავიფიქრე, თუმცა ხმამაღლა ეს არ თქვი გასაგები მიზეზების გამო. ამასინათ ვისხედით ფილ კამპანიაში, ვბაასობდით და ჭირ ვარამ ნანახი ადამიანები ერთმანეთს უზიარებდით აზრს, რომ თურმე რამდენად მიამეტები ყოფილვართ პაჟიზნი. როდესაც 2018 წლის 16 დეკემბერს ჩვენს კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში შესვლა 78 მუხლის სახით შევიტანეთ, მაშინ გვეგონა, რომ ამიერიდან ჩვენს უსაფრთხოებას ძაღლი აღარ დაყებდა. გულუბრყვილობის პიკი, მეგობრებო. ახლა ხვდები, რომ რეალური პოლიტიკის აზრზე არ ვიყავი და ბავშვურად გვეგონა, რომ რადგან ქვეყნის მთავარ კანონში ასეთი ბუმბერასი მუხლი ჩაიწერა, ნატო და ევროკავშირი გაითვალისწინებდნენ ამას და დღეს თუ არა ხვალ მიგვიღებდნენ თავიანთ რიგებში, რაც შემდგომ ჩვენი უსაფრთხოების მყარი გარანტია იქნებოდა. საინტერესოა, ვინც ეს მუხლი ჩაწერა კონსტიტუციაში. მას რა ეგონა, რომ რუსეთი ამას ასე მშვიდად გაატარებდა? ჩვენ მიგვიღებდნენ ნატოში, მე აქ ნატოს ჯარები განლაგდებოდა და რუსეთი გვეტყოდა, ხო ჯიგრებო, რახან ეს თქვენ კონსტიტუციაში გიწერიათ, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ. ინატოვეთ და იყავით, ღმერთმა შეგარგოთ. გამოგიტყდებით, რომ მე მიახლოებით ასე მეგონა და ზოგიერთ ჩემს ამფსონს დღესაც ასე გონია. დიახ, სჯერათ, რომ ნატო დაგვიცავს ყველაფრისგან, დაწყებული უცხოპლანეტელებისგან, დასრულებული პუტინის და მედვედევის ლეგიონებისგან. დღესდღეობით მე ასე უკვე აღარ ვფიქრობ და ბოლო რამდენიმე წელია, რაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში, ვცდილობ ლოგიკურად ვიაზროვნო, ლოგიკურად და არა ემოციურად. აღარ მგონია ნატოს ჯარი აქ, რომ ჰიპოთეტურად დამდგარიყო და ვინმე ძლიერსა ამ ბირთვულსა მოენდომებინა ჩვენი დაჩაგვრა, ნატო ამას როგორმე შეეწინააღმდეგებოდა. შეიძლება ჩვეულ მანერაში გამოეხატა უაღრესი შეშფოთება და რამე მემორანდუმიც მიეღო, მაგრამ ის, რომ ჩვენი გულისთვის თავის ერთ ჯარისკაცს მაინც გაწირავდა, გამორიცხულია. თუ ვინმეს ომის ღუმელში შეაგდებდა, ისევ ჩვენიანს, ხო და იმას ვკითხულობ, როდესაც ჩვენს კონსტიტუციაში წერდით ნატოს პუნქტს. განა არ ვიცოდით, რომ ჩრდილოეთის იმპერია ამას არ დაუშვებდა? იმ მაგალითმა, რაც 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის მერე მოხდა, ანუ აგვისტოს ომმა, არ დაგვანახა, რომ იმპერია არ იყო დაინტერესებული მის სამხრეთ საზღვარზე ნატოს ჯარი მდგარიყო. არ მაქვს საშუალება ვკითხო ამ პუნქტების მომზადებელსა და კონსტიტუციაში შემტანებს. როგორ გონიათ, რუსეთი რასიზამდა, თუ კი საქმეზე მიდგებოდა და ნატოს კარს იმდენად გაგვიღებდნენ, რომ მართლა შევტეულიყავით შიგ. თორემ ჯერჯერობით ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ მთელი ძალა და ღონით ვაწვევით იმ კარს, მაგრამ იქიდანაც აწვევიან კარს ოღონდ საპირისპირო მიმართულებით და ვართ ასე დღეში. შეიძლება ის, ვინც არ გვიღებს კარს, ჩვენთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს, რადგან იცის, რაც მოყვება ამას. მე რომ გითხო, ამ მიმართულებით გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ანუ ნატოში ვერ შევდივართ და ამავდროულად კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველამ იქითკენ უნდა ვიაროთ. დიახ, 78 მუხლი ავალდებულებს აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მისაღწევად. არ გეგონოთ, მეგობრებო, რომ მე ვინმეს მოუწოდებ კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლების არ შესრულებისკენ. არ არასაკურველია. მე რომ ეს ვქნა, მაშინ არსებული კანონმდებლობით დასაჭერი და გასასამართლებელი ვიქნებოდი. ასე რომ მე კი არ ვაპროტესტებ და მოუწოდებ, მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ და ამ კითხვებზე ჯანსაღი და ფხიზელი პასუხების მოსმენა
მინდა და არა ის რომ რუსეთს ვინ ეკითხება ჩვენ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ თავისუფლება ლომთა ყველია და ნატო აუცილებლად დაგვიცავს ხო აი ბოლო პუნქტზე ნატო რომ აუცილებლად დაგვიცავს ამაზე როგორც თქვი დიდი ეჭვი მაქვს რომ დაგვიცავს სხვა შორის ბევრი მსმენია იმის შესახებ აი რუსეთმა ესტონეთს რომ შეუტიოს მაგალითად რამე ოფიციალურად დაუმბომბოს რა ნატოს ჯარები რუსეთში შევლენ ჩემი მეზობელი სრულიად გიჟი ნაცი ქალბატონი მირა რომელიც პოლიტიკაში ისევე ერკვევა როგორც მე ასტროფიზიკაში მიმტკიცებს რომ კი ნატო გაანადგურებს რუსეთს ასუთი მოხდებაო მაგრამ მე ვიტოვებ უფლებას რომ ეჭვი შევიტანო მის რწმენაში და განამხოლოდ მე ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც ლაპარაკობენ ასეთი რა ღმერთმა დაიფაროს და თუ მოხდება მესამე მსოფლიო ომი ამის გამო ანუ ესტონეთის გამო არ დაიწყება მოხდება რიგითი შეშფოთება აღშფოთება შეიკრიბებიან ურსულები კაები მიხეილ როტები და იტყვიან რომ არ ვიცი რას იტყვიან ალბათ იტყვიან დღეს უფრო შეშფოთებულები ვართ ვიდრე გუში და ხვალ კი უფრო შევშფოთდებით ვიდრე დღეს ანუ მორიგი ბლა 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 რაც ჩვენს ენაზე ითარგმნება როგორც ლაი ლაი ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია